ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინა. მძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობისა დაგულოცეთ მამා. დილამშვიდობის შეგვეციოს ქრისტესთვის. ცოდვაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ალბათ ისეთი ცოდვაა, რამაც ადამიანი გამოაგდო სამოთხიდან, ანგელოზი ეშმაკათ აქცია და ყველა ადამიანში მძლავრობს და აი წმინდა პაისიათონელი რაღაცა ცოდვების გენერირებას აწვევს, რომელიც ცოდვიდანაც უამრავი ცოდვა მოდის შემდგომ. ამპარტავნების ცოდვა, რომელიც ბევრი კუთხით გამოვლინდება. პირველ რიგში აი რა არის ამპარტავნება? ცხადია ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თქვენც არაერთხელ გისაუბრია და როგორ შეიძლება ეს სისტემა იყოს, როდესაც მე რომ დასრულდეს, ხო, სამწუხაროდ ჩვენში ბუდობს. რა არის ამპარტავნება და რისგან იღებს სათავეს? ძალიან სამწუხარო ცოდვა არის, რომელიც ყველანაირად ადამიანის ფიზიკური და სულიერი განადგურებისკენ არის მიმართული და ალბათ ყოველდღე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ამ ცოდვაზე და უნდა ვეცადოთ რომ თავმდაბლობა მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, როცა ვასწავლით, ჩვენ ვსწავლობთ და მეც როდესაც მესმის სიტყვა თავმდაბლობის და ამპარტავნების შესახებ, ხედავ რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და გზა, ესე იგი, თავმდაბლობისკენ და ღვაწლი და ბრძოლა ამპარტავნების მოსაკვეთად ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების მოღვაწეობა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ბუნებრივად ბევრი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც უნდა ვიცოდეთ ის, რომ აი ბოლომდე ამოძირკვა ამ ცოდვისა არ ხდება რაღაც დონეზე, მაინც რჩება ადამიანში და თვითონ ამისით ცოდნაც გარკვეულწილად გვიცავს ჩვენ, რომ ბოლომდე არ ჩავარდეთ კიდევ ამპარტავნებაში. აი რატო ხდება ასე, მამა დავით? აი რატომ არის, რომ შეუძლებელია ფაქტობრივად ამოძირკვა? იმიტომ რომ ყველაზე მეტად თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ დაცემული ბუნების მატარებლები ვართ, უკვე დაზიანებული გვაქვს სული, სხეული, რა თქმა უნდა, რომელიც უფრო საჩინო არის, ჩვენი გონება და ჩვენი გული. ყველაზე მეტად ეს ამპარტავნებამ გამოიწვია და ამპარტავნება ყველაზე ღრმად არის ჩვენს შინაგან არსებაში შემოსული. რადგანაც არც ერთი ცოდვა ისე არ სიამოვნებს ადამიანს, როგორც ამპარტავნება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს, ამაში ყველანი დამეთანხმება და ყველაზე მეტი ბუნებრივია ბრძოლა ამისკენ უნდა მიმართოთ და საიდან გაჩნდა ამპარტავნება ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრეთ ანგელოზებზე, რომელთაც ერთადერთი რამ, ასე ვთქვათ, ამპარტავნება და ეს იერარქიულობისგან გამოსვლა გაუხდათ დასაბამი იმისა, რომ ბოროტები გამختარიყვნენ. ანუ ამპარტავნება გახდა მათი დაცემის მიზეზი, მოკლედ რომ ვთქვათ და იგივე მოხდა ადამიანებთან მიმართებაშიც. პირველი ცოდვა სწორედ ადამი და ევადან შემოვიდა ჩვენში, ჩვენს არსებაში, მათი მემკვიდრეები ვართ ჩვენ და თავისუფალი ნებიდან გამომდინარე მოხდა ამპარტავნების ცოდვის შემოსვლა გონიერ არსებებში, რომ ღმერთმა მოგცა ჩვენ თავისუფალი ნება და ეს თავისუფალი ნება მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ღმერთს ზურგი შევაქციო და როგორც კი ღმერთს შევაქცევ ზურგს, დამთავრებულია უკვე, ესე იგი მე გავაკეთე კი არჩევანი, მაგრამ ამით შევწდი და ჩემში უკვე გაძლიერდა ამპარტავნება, იმიტომ დავიჯერე ის, რომ ღმერთზე უფრო ჭკვიანი ვარ და ღმერთმა რაც მითხრა ისევ და ისევ ჩემი გადარჩენისთვის, თქვა ის არ ჭამო, ეს ჭამე, ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო. მე ჩავთვალე ესე, რომ ჩემი გადაწყვეტილება უფრო სწორია. ეს არის უდიდესი უგუნურება. ეშმაკთან მიმართებაში შეიძლება ესეთი რამის თქმა, ამპარტავანი არის, თუ ამბობენ წმინდა მამები და აგრეთვე უგუნურიცო. ეს ყველაფერი ჩვენს წისქვილზე ასხამს ყავს, როცა გვინდა რომ თავმდაბლობის გზაზე დავდგეთ, ან ბოროტთან ბრძოლა ხშირად გვიწევს საკუთარ თავთან და ასე შემდეგ. ვერაფრით ვერ დაიჯერა ბოროტმა ღმერთის თავმდაბლობა იმ დონემდე, რომ ის ჯვარზე გაეკვრებოდა, რომელიც იყო ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი და მიიღო ეს გადაწყვეტილება იმ ბრბოს მეშვეობით და რაწამსაც ჯვარცმის დროს სიკვდილი შეეხო ქრისტეს ხოვლს, მაშინვე სიკვდილი განკარდა, ქრისტე ჯოჯოხეთში ჩავიდა და ასე შემდეგ. არის, რა თქმა უნდა, წამალი ეკლესიის მამების მიერ მოცემული ამპარტავნების ამოსაძირკვად და თავმდაბლობის შესამოსად. ეკლესიაში დიდი გამოცდილება არის, რა თქმა უნდა, ამ ცოდვასთან ბრძოლის, ამპარტავნებასთან. პირველი ეს არის უფალთან ურთიერთობა, ანუ რამაც ჩვენ გამოგვაგდო სამოთხისეული მდგომარეობინა და რამაც განაპირობა ჩვენში ამპარტავნების აღმოცენება და ფესვების გადგმა, ღმერთისგან განდგომა, ჩვენ დავბრუნდეთ უფალთან და უნდა შევიმეცნოთ ღმერთი. ძველ აღთქმაში დაფარული იყო ღვთის პიროვნება,
მისი ძირითადი თვისებები გარკვეულწილად გუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ძველი აღთქმის ადამიანებს ღმერთის შესახებ. მხოლოდ ამშელ მამად იყო წარმოდგენილი, ხოლო როდესაც მოდის უკვე დედამიწაზე ყოვლადწმინდა სამების პირთაგან ერთ-ერთი მაცხოვარი იესო ქრისტე ის წარმოაჩენს იმას, რომ ღმერთი თავმდაბალია. და რაც უფრო ხშირად ვიკითხავთ სახარებას და გავიცნობთ უფლის სიტყვებს, მის სწავლებებს, მის სიყვარულს, თავისთავად ეს უკვე შეცვლის ბევრ რამეს ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენ ამ პარტავნებიდან თავმდაბლობაზე გადავიდეთ. ერთ-ერთი მეთოდი ეს არის, რომ ჩვენ ვილოცოთ, ან უფალს ვესაუბროთ, ხოლო როცა სახარებას ვკითხულობთ, უკვე უფალი გვესაუბრება ჩვენ და ეს კავშირი გააძლიერებს ჩვენში თავმდაბლობას, იმიტომ რომ სადაც არ არის სინათლე, იქ ჩდება სიბნელე და სიბნელე არის სწორედ ამ პარტავალება, ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, საშუალება, რომელიც მოგვცა ჩვენ წმინდა ეკლესიამ, ეს არის, თქმა უნდა, ბიბლიური სწავლებები, ეს არის წმინდა მამების სწავლებები თავმდაბლობის შესამოსად. უფალი ამბობს სახარებაში ამ პარტავანთა შეუმუსრავ, ხოლო დაბალ ადამიანებს მივსემ მადლს. შერისხენ შენ ამ პარტავანთა წყეულარენ, რომელთა გარდა აქციეს მცნებათაგან შენთა. კიდევ ურთიერთარს მორჩილებით სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთო ღმერთი ამ პარტავანთა შემოსრავს. და აი ისე ამ მოცემული, ასე ვთქვათ, რეცეპტებით უნდა ვისწავლოთ ჩვენ თავმდაბლობა. იგივე უფალი გვეუბნება, რომ როდესაც დაგიძახებენ ბოლო ადგილას დაჯექი, ხო, ნუ წარმოაჩენ შენ თავს. ნუ იფიქრებ, რომ როდესმე კეთილი საქმე გაგიკეთებია, ან რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღებიეს, ხო, ყველაფერს ღმერთი გვაძლევს, ლაპარაკს, სილამაზეს, ყველა სხვადასხვა ნიჭები გვაქვს. და ამ ნიჭების გამო ძალიან დიდი უგუნურება იქნება, რომ ჩვენ თავი მოვიწონოთ და ვთქვათ, რომ ეს ჩვენი, ვთქვათ, ნიჭია და ამის გამო ამ პარტავალებაში ჩავარდეთ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვაწყობს ესეთი რამ, რომ მოვიპაროთ ღვთისგან ეს ნიჭები და გამოვაცხადოთ, რომ ეს ჩვენია და ქებადიდება მივიღოთ ადამიანებისგან, გარკვეული ილუზია შეუქმნათ ჩვენს თავს, რომ ჩვენ უკვე კარგები ვართ. ეს მარტივია, ხო? დაიჯერე, კარგი ხარ და გადაადე ფეხი-ფეხზე, არაფერი აღარ უნდა გააკეთო. მაგრამ როგორც კი ღრმად ჩაიხედავ საკუთარ თავში, დაინახავ, რომ თურმე კარგი არ ხარ და აღარ უნდა განეკითხო სხვა, უნდა განეკითხო საკუთარი თავი და ეს არის უკვე გზა სინანულისა, რომელიც თავმდაბლობასთან მეგობრობს სინანულის გზა და ამის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი რწმენის მოპოვება. უფალი ამბობს ახარებაში, რომ თქვენ როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა დიდებას ერთმანეთისგან ღებულობთ, ურთიერთარს მიიღებთ და ღვთის დიდებას არ ეძებთ. ასე რომ ეს ეკლესიური ცხოვრება თუ მართლაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სამეუფო გზაზე ვიდოდეთ, თავისთავად გააძლიერებს ადამიანში თავმდაბლობას, ამის ნათელი მაგალითი არის წმინდანები, რომლებიც თავის უკვე მოღვაწეობის ბოლო პერიოდში საოცარ თავმდაბლობას წარმოაჩენდნენ და თვითონვე ამბობდნენ გამოცდილებით, რომ თავიდან გვეგონა, რომ რაღაცას კეთილს მაინც ვაკეთებთ, მაგრამ ეხლა ვთვლით უკვე დიდი, ასე ვთქვათ, განვლილი გზის შემდეგ, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია. და მეორეს მხრივ ეს ესე იგი თავმდაბლობის მოპოვება ეს არის მიზნმიმართული გონიერი პროცესი. გონება არის ფილტრი. და სანთელი გვამისა იართვალიო, როგორც უფალი ამბობს სახარებაში. აი პოროტი, აი ამ პარტავანი აზრები არ უნდა შემოუშვათ საკუთარ თავში და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ან სხვაზე მეტი ვართ. აი თუ აი აქ ჩვენ გონება გაფანტულები ვიყავით, აუცილებლად შემოაღწევს ჩვენს არსებაში ეს პოროტი ფიქრი და აზრი, რომელიც მთლიანად მოიცავს ადამიანურ არსებას და იწყება უკვე მერე პრობლემები საზოგადოებასთან, დაპირისპირება, ბუნტი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ეს ძალსახად სამწუხაროდ ამის მაგალითები თუნდაც ჩვენთან და სოფლიოშიც, მაგრამ სამწუხარო რომ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ სახარება გვიპყრია ხელში, მართლმადიდებელი ერი ვართ და რა თქმა უნდა ორმაგად მოგვიკითხება ჩვენ ეს ყველაფერი. კახა მახსენდა დასაწყისში მამდავით რომ ამ პარტავნებას სხვადასხვა სახით ვლინდება და არაერთი სახეობა აქვს ამ პარტავნებას, ხო? ამ სახეებზე რომ ვისაუბროთ, როგორ წარმოჩინდება ამ პარტავნება და ასევე საინტერესოა წეგან თქვენ რაც თქვით, რომ არის ფიქრო იმაზე, რომ სიკეთე რაც შენ გააკეთებ, თქვათ, ის შენი გაკეთებული ან ის მიღწეული წარმატებები და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა თავისთავად ყველამ ვიცით,
ვიცით, რომ ეს ყველა ნიჭი, რომელიც ბოძებულია, არის უფლისგან ჩვენთვის, მაგრამ თავისთავად ადამიანს ალბათ უხარია ხომ, როდესაც რაღაც წარმატებას მიაღწევს ეს მეცნიერი იქნება მსახიობი, მომღერალი, არ აქვს მნიშვნელობა. მსახიობა ვერ მივხვდი რა შეასაქმე. ვინ იგულისხმება თქვენ ამაში? მომღერალის თქვენ კახა. არა, კარგი შეკითხვაა. ზოგადად, აი გვიხარია რა თქმა უნდა, როდესაც ვიღაცას მოსწონს ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერა, როლი, ასე შემდეგ, ხო, რა თქმა უნდა, ქებაც გვსიამოვნებს. ეს ან თუნდაც ვინმეს მიმართ რომ სიკეთეს ჩავიდენთ, ასე ვთქვათ, ეს გარკვეულწილად შეში ამ სიხარულს ბადებს თავისთავად. ეს არის ამპარტავნება თუ არა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ამპარტავნებაში არ გადავიდეს. ეხლა ყველაფერი ეხლა შეზრდილი ერთმანეთთან, კიდევაც შეიძლება იყოს ამპარტავანი. როგორ გავარჩიოთ ვარც თუ არა ამპარტავანი. რაც არ უნდა ზღვარი გავავლოთ ჩვენ. მაინც ალსახად უნდა ვთქვათ, რომ ვართ ამპარტავანები და თუ გვაქებენ და გულისხმოში ძალიან გვსიამოვნებდა თავს ვიწვენებთ, არ არის ამპარტავნების საზომი და ნიშანი? რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან ინდივიდუალურია სიტუაციიდან გამომდინარე. რაც არ უნდა იყოს ხელსაყრელია იმ ყოველთვის იმის თქმა, რომ მე ამპარტავანი ვარ. ხო, შეტყვით კი. ძალიან ხელსაყრელია და თვითონ ის ახლა რაც ჩვენ თქვით რომ ისე იგი წარმატებული ხარ, საზოგადოებას უხარი, აი პავლე მოციქული ამბობს რომ უკანასამას დავივიწყებ და წინასამას მივწდები. რატომ არის ახლა ეს ამპარტავნება ცუდი რომ შეიძლება გაჩერდე შენ. ხო, მაგრამ ხო არავის არ გვინდა რომ გავჩერდეთ. ახლა თუნდაც ღრმა სიბერემდე მივიდეთ რომ ყოველთვის შემოქმედი ვიყოთ, გამომგონებელი ვიყოთ, რაღაც სიახლეები ვთქვათ. და წარმატებას აღწევენ ყოველთვის თავდაბალი ადამიანები. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ კარგად იწყებენ და მერე ცუდად ამთავრებენ. იმიტომ რომ როგორც კი შენ დაიჯერებ, რომ უკვე აჰა, რაღაცას მიაღწიე. ნუ ახლა ჩვენ უფრო სულიერ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე შეგვიძლია გადმოვიტანოთ ჩვენს საქმიანობებთან მიმართებაშიც. ხომ არის ვიღაცა რომ რაღაც ელემენტარულზე და პირველი ვარო, მაგრამ არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ და ამავე დროს დიდი თავმდაბლობაც აქვთ. ეს ორივე ერთად თუ იქნება ისევ და ისევ ჩვენთვის იქნება ეს კარგი და ის ყველაფერი რაც მოცემული გვაქვს ეკლესიის მიერ სწავლებები ეს ჩვენთვის არის კარგი რომ ჩვენ გავაგრძელოთ წინსვლები თორემ კი ბატონო თქვათ რომ აი კარგები ვართ და მივიღოთ ერთჯერადად ეს სიხარული მაგრამ ხვალინდელი დღე აღარ იქნება ესეთი წარმატებული მაგრამ არ დავიწყოთ რომ ეს ყველაფერი უფლისგან მიერ არის პროცესული და მაჟორები ვიყოთ თქმა უნდა აი კიდევ არის ეხა სახარებისეული სწავლება არის რაჟემს იქმოდია quellis საქმესა ნუსნო მარცხენა შენ რასა იქმოდის მარჯვენა შენ ჩვენ რომ წარუდგებით ღვთისწინაშე ღმერთმა უნდა გაგვამართლოს ადამიანი გამართლდება რწმენის და საქმეების მიხედვით და როგორც კი შენ იტყვი რომ აი მე მართლა ესეთი ვარ კარგი გავაკეთე აი იმ თავითვე იქ უკვე შენ თვითონვე აძლევ ნუ გეშინის ემას და სასყიდელს საკუთარ თავს და უკვე უფალი აღარ გაგიხსენებს ამას და ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად კი საზოგადოება უნდა შეგვაქოს აბარად აში უნდა დაგვიკრას კეთილ საქმეზე თუ არ დაგვიკრეს აში რა იქნება მაშინ ხო ანუავს თუ ავი არ უწოდე და კარგს თუ კარგი მაშინ რა გამოვა მაგრამ ჩვენ უნდა რაღაც ბალანსი და ასე ვთქვათ დავარეგულიროთ უნდა ეს საზოგადოებრივი მუხტი ჩვენზე მოწევნული და უნდა გავიხსენოთ მაშინ ჩვენი ცოდვები ბასილი დიდი ამბობს რომ შესაძაც გაქებენო შენ და გიჭირს უკვე ამის რეგულირება საკუთარ თავთან რომ ეს ქება დიდება და ხოტბა და შესხმა საკუთარ თავში არ შემოუშვა გაიხსენე შენი ცოდვები ხოლო საპირისპირო დამისა როდესაც ხედავ რომ ვინმე არ არის წარმატებული ან ცოდვას ჩადის და შენ ხედავ ამას გაიხსენე მისი კეთილი საქმეები ან თქვი რომ უბრალოდ როგორ შეიძლება ადამიანს რაღაც კეთილი არ ქონდეს ხმა არის თითოეულ ადამიანში რაღაც ისეთი რომელიც გამოარჩევს მას სხვა ადამიანებისგან და სწორედ ამით გამოირჩა მეზვერე ჩვენ ფარისევლისა და მეზვერის იგავით ვიწყებთ დიდ მარხვას ეკლესია გვამზადებს ესე ამგვარად რომ თამდაბლობით ვიღვაწოთ და ფარისეველი იწყებს მადლიერებით ხო აქებს საკუთარ თავს მე ამას ვაკეთებ და ამას მოყვა უკვე ავტომატურად სხვების განკითხვა ხოლო მეზვერე რა თქმა უნდა მას ექნებოდა კეთილი საქმეები ჩადენილი მაგრამ ამას არ იხსენებს და ამბობს მხოლოდ სინანულის ლოცვას ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალემე უკვე რა თქმა უნდა სახარების სხვა პერსონაჟებთან ხდება ამგვარი ლოცვა შემიწყალემე და ეკლესიამ გააერთიანა მოგცა ეს უნიკალური ლოცვა და ყველაზე კარგი საშუალება არის ლოცვა და სახარების კითხვა და მიზან მიმართული რაღაც ესეთი შეგნებული გონიერი პროცესი თავდაბლობის მოსახვეჭად მრავალ მხრივ შეიძლება ეს ითქვას აგრეთვე ძალიან კარგი არის მორჩილება ერთადერთ რამეში არ უნდა დავემორჩილოთ მოყვას
თუნდაც მოძღვარს თქმა უნდა, მაგრამ რადგან სავარაუდოა რომ მოძღვარმა გითხრას რომ ეხლა ღმერთის გზისგან საპირისპირო გზა აირჩიენ, მოძღვარი ყოველთვის გეუბნება რომ ღვთის გზაზე ვიაროთ და რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობას, ძალიან ხშირად რაღაც ელემენტარულს გეუბნებიან ჩვენი მეგობრები, მშობლები, რომ მოდი ეს გააკეთე და მაშინვე თუ არ შეგვიძლია რომ დაუჯეროთ და გავითვალისწინოთ მათი რჩევა, პირველ ეტაპზე მაინც აუკრავთ ხელს, როგორც იტყვიან და გავამძაფრებთ მათთან ურთიერთობას. თავმდაბლობის მომნიჭებელი არის ადამიანთან ურთიერთობაც, ხომ? აი როგორ გამარჯვებას ვეთქვით ადამიანს, როგორ დაუდგებით გვერდში, ეს ყველაფერი განაპირობებენ ჩვენს თავმდაბლობას. უფალმა ჩვენს აუცარი მაგალითი მოგცა ფეხები დაბანა მოციქულებს და თითოეულ ჩვენთაგანს ბანს ფეხებს და აუცი ეს ძალიან დიდი ამის თქმაც კი რომ ვამბობ უკვე მწვენია და მერიდება იმდენად დიდია უფალი და იმდენად მწოდულები და ამპარტავანები ვართ ჩვენ, მაგრამ უფალმა თქვა რომ მე ამით მოგეცი თქვენ მაგალითი რომ თქვენ თავმდაბლობა ისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული ისწავლოთ. დღეს აღარ არის ეს ფეხების დაბანა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში ვჭირდებით ჩვენ დღეს ადამიანებს და ვეცადოთ რომ ყველას გვერდში დავუდგეთ. შეიძლება ის ლოცულობ და ადამიანს დახმარება ჭირდება, ეს დროებით შეაჩერო ის ლოცვა და დაეხმარო ადამიანს, რადგანაც მოყვას ის სიყვარული გვასწავლის ჩვენ ღვთის სიყვარულს. ჩვენ გონია რომ ხშირად ლოცულობთ, უბრალოდ კითხულობთ. ვცდილობთ რომ ვისწავლოთ კითხვა. ძალიან ხშირად კითხვასაც ვერ ვახერხებთ ნორმალურად. ხშირად მედავითნეებსაც კი ეშლებათ ხომ ეს საეკლესიო კითხვაც არ არის მარტივი. ამის შემდგომი ეტაპია უკვე ლოცვა და ძალიან ისეთი არის, აი როგორ ვთქვათ, უცნაურია ცოტა სულიერი ცხოვრება. შეიძლება საერთოდ აი ყველაზე ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების მიერ არის ათვალწუნებული, ყველაზე მეტად სათნო იყოს ღვთის წინაშე, ვიდრე თქვა შეიძლება სასულიერო პირიც კი. აი ხა მარხვის პერიოდია მამა დავით და ამ დროს არის ხოლმე რომ ახალი ბრეული მოდის ხო, იწყებენ თითქოს უნდა რომ მარხვის დროს შეუდგენ ამ გზას, რაც სახსხარულოა. აქვე ვთქვათ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მისვლა და მარხვის ბოლო დღეებში შეიძლება, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან რომ დგას ბრეული, რომელიც დიდი ხანი და თვითონ რო უკვე ის სტაჟიანი მრევლია და იქ მითითებებს იძლევა შენი ადგილი აქ დადექი. აი ეს ამპარტავნება ხშირად სულიერ ცხოვრებაში თითქოს რაღაც სტაჟი განაპირობებს იმას, რომ წინსვლა მოიპოვა და თუ ყოველკვირა ეზერება, ეს უკვე ვიღაცაზე მეტია. აი ეს ფიქრები რამდენად საშიშია და აქვე გავაერთიანებ კითხვას, რომ ყველა სიტყვით ვიძახით, რომ ამპარტავანი ვართ. ნუ კარგია რო აღიარებს, ზოგი არ აღიარებს. მაგრამ თითქოს ეს რაღაც გადარდებს, მაგრამ საკმარისად წაკრას ვიღაცამ არის. ესე იგი პასუხობს ისეც გაუპასუხოთ და ისეთ მისცემ პასუხს, რომ დაგავიწყდება, რომ ამპარტავნებას ბრძოლა ჭირდება საწინააღმდეგოდ. აი რა ხდება ამ კუთხით და როგორ უნდა ვეცადოთ? მართალი ხარ. არ მოყვა შეურაცხყოფა და შენიშვნება. აი ამის ნათელი მაგალითი ჩვენც ვართ, ხო, სასულიერო პირები. მე ვთქვი რომ ვფიცრობ ვამბობ ამას, რომ თუ რავი მექნება ისეთი ძალიან გთხოვთ, ეხლა შეუცდარი რა თქმა უნდა არავინ არ ვართ, მაგრამ გთხოვთ მითხარით, გამეხარდება პირიქით. მამხილეთ, კი, ესეთი სწავლება არის, სოლომონ ბრძენი გვაძლევს. ძალიან ხშირად იკითხება ეს სწავლება ეკლესიაში ღირსი მამების ხსენების დღეს. ამხილე ბრძენს და უფრო ბრძენი გახდება. ნუ ამხილე უგუნურს, რომ არ შეგეძულოს შენ. არის ხოლმე ესეთი მომენტები, რომ ადამიანები მოდიან ჩვენთან, ზოგს ახსარება უნდა, ზოგს საუბარი უნდა, ამათ შორის ახლა ზოგი შეიძლება მართლა სტაჟიანი მრევლიც იყოს და რაღაცა ვცდილობ რომ უთხრა. აი ძალიან ვერიდები რომ საერთოდ ვიღაცას იმეს რამე უთხრა, ახლა თუ მით უმეტეს ახლა არ ჭირდება. და აშკარად ვხედავ რომ ადამიანია თქვა ამას ვერ ღებულობს და იქ ვანებებ თავს, მაგრამ ძალიან მქონია ესეთი შემთხვევები, რომ თქვა 1-5 წელი ვერ ღებულობდა ადამიანი, ისხლიტავდა ყველაფერს, მეც ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ ადამიანი მოდიოდა თქვა ტაძარში და დგებოდა ღვთისმსახურებაზე, ეზიარებოდა და გასულა თქვა რაღაც პერიოდი, პირობითად 5 წელი, კიდე უფრო მეტი და რაღაცა უფრო გახდა კონტაქტური ეს ადამიანი, უფრო მეტად მოისმინა თქვა ჩემი სიტყვა და მიიღო უფრო თქვა ის მხილება, ის სწავლება. ასე რომ ზოგი მალე გადალახავს ამ მდგომარეობას და ზოგს ცოტა უჭირს. არის ხომ ზოგმა შეიძლება 30 წელი თქვა ერთ-იგივე გზად კეპნოს და მერე გადალახოს და გადადგას შენ. შეგიძლია თუ არა, პირადად ჩვენ ლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც ტაძარში დადიან და მარხვის პერიოდი ვახსენე და მბრეული ეწოდებათ, ხო, იმიტომ რომ ესე რომ დაუშვათ, აი ხანდახან გვემართება ხოლმე, მე თუ დავდივარ ყოველკვირა ტაძარში, თქოს მე არ უნდა ვიშრომო და ის ღმერთი და ჩემი ტაძარში რომ თავის დიზავს.
პირადი შრომა, ღვაწლზე აღარ ვლაპარაკობ, ღვაწლი ხო საფეხურია. ჭირდება თორე რომ თუ ხვდები რომ ეს მე მაწუხებ, თუნდაც მიმახვედრეს რომ ეს რაღაცნაირად ვებძოლო. შეიძლება ვერ დავამორცო, მაგრამ ვებძოლო. და არაფერი ფეხზე გადავიდო და მოძღვარმა ელოცოს ვეზიარები და მე არაფერი არ ქონდა თავისით გადაგაივლის. აუცილებელია ყოველდღიურად ბრძოლა და ჩაღრმავება საკუთარ თავში, როგორც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. რა ის თქვა, გულთაში ინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთო და აი ამის ლოცვაც აი წილის წინ რომ ლოცულობთ, იქ არის ჩვენი აღსარება წარმოჩენილი ყველაფერი. აი წავწოდვით ჩამოთვლილია რა. კი, ჩამოთვლილია ყველაფერი, გინა თუ ეს ვაჭირვე ან თუ მშვენიერების სამქონებელი ვიხილე და მის და მე დაულბი და რა მთელი წოდვები არის ჩამოთვლილი და საკუთარ თავთან მუშაობა იძლევა შედეგებს, რა თქმა უნდა. უფალი აკურთხებს და მადლს აძლევს მშრომელ ადამიანს. სახარებაში არის მაგალითი მისა, რომ მაგალითები მოცემული მისა, რომ უფალი ნიჭს ყველას აძლევს ერთჯერადად და აი ამის შემდგომ ვინც იშრომებს, იღვაწებს, რომ ეს ტალანტი უფრო მეტად გაამრავლოს, მას კიდევ უფრო მეტი ეძლევა. სამწუხაროდ დღეს ისეთ მოცემულობაში ვარ და ისეთ რეალობაში ვარ, ჩვენ ბრძოლები გვიწევს, მაგრამ ხმლით არ გვებწვიან. შეიძლება პირდაპირ გაგებით ქრისტიანობას არ ებწვიან, მაგრამ ისეთი ბრძოლა არის და ისეთი მდგომარეობა ჩვენს გარშემო შექმნილი, რომ ყველაფერი რაც არის ხომ გვიზიდავს მატერიალურისკენ და გავყავართ საკუთარი თავიდან, რომ საკუთარ თავში სულიერი შრომა არ ვაწარმოოთ. და სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავების შედეგად უნდა დავინახოთ ღმერთიც ხომ, როდესაც უფალი შეკითხვას უსვამენ, მოციქულები შეკითხვას უსვამენ უფალს, რომ აი სასუფეველი როგორ მოვიპოვოთ, უფალი ეუბნება სასუფეველი არ არის ან იქ ან აქ, სასუფეველი თქვენში არის. და ეს შინაგანი შრომა ყოველთვის გადის საკუთარ თავში ჩაღრმავებაზე და საკუთარ თავში რამდენადაც ჩაღრმავდებით, იმდენად შეუერთდებით ქრისტეს და იმდენად გვექნება ქრისტეს სწავლებები საკუთარ თავში და როგორც გვეუბნება მოციქული პავლე, სიტყვა იგი ქრისტესი უხვად და მდიდრად იყოს დამკვიდრებული თქვენ შორის და თქვენი სიმდაბლეც იყოს ხარდიონ. ეს სიმდაბლე უნდა იყოს გამოკვეთილი სათნოება ადამიანში და სიმდაბლეს სჭირდება ბუნებრივია სწავლება, მაგრამ ესე ერთი თქვათ გადაგების მოსმენით და ერთი გადაწყვეტილების მიღებით რომ მე თავმდაბალი მინდა გავხდე, ესე არ გამოვა. მთელი ცხოვრება წვეთ-წვეთობით უნდა მივახციოთ ჩვენ თავმდაბლობას. ეს არის ჩვენ ადამიანური სათნური, ხო? უფალმა გვითხრა რომ ჩვენ გავიზრდებოდით თანდათანობითი განხთობითი პროცესი იქნებოდა ჩვენში, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მეხსეულად ერთი რაღაცა ხილის ჭამით, უცებ ღმერთივით გამხდარიყავით აბსოლუტურად სრულყოფილები. და დღესაც ესე არის. თუ კი ადამიანს და ევას ეს უნდათ, ჩვენ უფრო მეტად არ გვინდა, ეხლა მით უმეტეს როგორი გაზარმაცებულები ვარ და როგორ დაცემულია ჩვენი უნება. ერთი ცოდვა ჩაიდინეს იმათმა, ერთი ცოდვა ჩაიდინეს და ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდნენ რეალურად ამის გამო და ჯოჯოხეთი გაიარეს ფაქტურად მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩვენ ყოველდღურად ამდენ ცოდვებში ავდივართ და ესე მარტივად შრომის გარეშე ბუნებრივია არ გამოვა თავმდაბლობის მოპოვება და თავმდაბლობა უკვე არის სინანულთან ერთად და ეს გადის უკვე ქრისტესთან კავშირზე. როგორც კი მე მაქვს ილუზია რომ კარგი ვარ, მე მკურნალი აღარ მჭირდება უკვე და შეიძლება ამ დროს როგორც თქვენ თქვით, რა თქმა უნდა, ტაძარშიც დავდიოდე, აღსარებას ვამბობდე, მაგრამ სინანული არ მქონდეს, ვეზიარებოდე, ლოცულობდე. ფორმალურად აღვასრულე. ფორმალურად კი, აი რაც იყო რეალურად ფარისევლის მაგალითი. როგორ უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ შვილებთან დამოკიდებულება ამ დროს, რომ გაზარდოთ თავმდაბალი ადამიანი, ისე რომ თქვათ არ დაკარგოს მან ამ ყველაფერში საკუთარი თავი და ამ პარტავნების თესვასაც ხომ არ ვუწყობთ ხელს მშობლები, ასე ვთქვათ, როდესაც ვიღაცის მაგალითზე ვეუბნებით, რომ აი ის ვთქვათ წარმატებულია, ის ასეთია, ვთქვათ წარმატებებს ახდენს, კარგად სწავლობს, კარგად ვღერის, ასე შემდეგ და მასზე უკეთესი იყავი, აი ასეთი შეგონებებით თავიდანვე ხო არ ვთესავთ ბავშვებში ჩვენ ამ პარტავნებას, ვთქვათ, ან პირიქით მიაღწია რაღაცა წარმატებას და იმაზე მეტად ვაქებთ, ვიდრე საჭირო არის. აი ეს შუალედი როგორ შეიძლება, ვთქვათ, ზღვარი სად გადის ეს ოქროს მნიშვნელოვანი ხიდი, ასე ვთქვათ, და ძაფი, რომ მშობელმა არ დაარღვიოს ეს ბალანსი, ვთქვათ, თან შეაქოს შვილი, მაგრამ ამპარტავანი არ გახადოს. მისცეს მას მაგალითი თავმდაბლობის, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგოს მან საკუთარი თავი და არ გახდეს უბრალოდ მორჩილი, ასე ვთქვათ, მორჩილება კარგია, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ საკუთარი თავი უარყო, ხო?
ძალიან დიდი ბალანსი არის, ბუნებრივი აქ საჭირო. საბოლოოდ ისე უნდა გავზარდოთ შვილი ესეთი სიყვარული, თავმდაბლობა და მორჩილება უნდა ვასწავლოთ, რომ რაღაც მომენტში, როცა ჩვენი, ესე ვთქვათ, ხრტილიდან გამოვიდნენ და ინდივიდუალური ცხოვრება დაიწყონ, თან მოყვას ეს სიყვარული და თავმდაბლობით ორი უკიდურესი მიდგომა არის და შეინიშნება, რა თქმა უნდა, მშობლის მიერ ბავშვებზე. ერთი ის, რომ საერთოდ ყურადღებას ხშირად არ აქცევენ და სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დარჩა დრო დაგვჭა ბავშვებთან ურთიერთობისთვის გაგებით რომ ისეთი ცხოვრება არის რომ აი ძალიან სამსახურები ძალიან დიდი ხანი გრძელდება ბავშვები ძირითადად თქვა არიან ისე დაწესებულებებში სადაც ინფორმაციას ღებულობენ ერთგვარ სწავლას ღებულობენ მაგრამ ეს მშობელთან ურთიერთობა ან მოძღვართან ურთიერთობა არ აქვთ და თავისთავად ეს რა თქმა უნდა გადასახედი არის და უნდა ასე ვთქვათ რაღაცნაირად გამოვნახოთ რომ შვილებთან ურთიერთობისთვის თუ არ იქნება ეს ყველაფერი ვერაფერს ვერ ვასწავლით მაგრამ მეორეს მხრივ ხდება რომ ზედმეტად ხდება მიჯაჭვა ბავშვებისა და რაღაცა შემოქმედებითი უნარი რაც უნდა კონდეს ბავშვს რომ ასე თავისუფალინება რაღაცა უნდა წავიდეს მეგობრებთან თქვა ითამაშოს აი ესეც შემდგომში ძალიან გამოადგება და ესეც უნდა იყოს და ეს ძალიან დიდი სიბრძნე არის და შევთხოვოთ უფალს რომ ყველა მშობელს მოგცეს იმისი მადლი რომ ბავშვები და მომავალი თაობები ღირსეულად გავზარდოთ. დიდი მადლობა. დიდი თემა არის და ალბათ შემდგომში ვისაუბრებთ ამაზე. მადლობთ მოგზაურობისთვის.